იმიტომ რომ უნივერსიტეტი არის ავტონომიური ინსტიტუცია და წესით სახელმწიფო არ უნდა იღებდეს მისი ან გადაწყვეტილებას გაუქმების ან გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ. ავტონომიური ქაღალდზეა, მოდი ესე ვთქვათ. იმ 18-21 წლის მერე რეალური ავტონომია არც არასოდეს არ ქონია. სამწუხაროდ არც გამოცდილება ამ თვითმმართველობის არ არის და მაშინაც კი, როდესაც არ იყო დიდი წნეხი სახელმწიფოს მხრიდან, მაინც ეს კოლექტიური ორგანოები ძირითადად იყვნენ ხელისუფალის იქნება ეს ადგილობრივი თუ ზემდგომი იმისი იდეების იმის იდეების მომწონებელი და ამადასტურებელი სამწუხაროდ ესე იყო. ხა ერთხელ მახსოვს მე გამოვითხოვე კიდეც საბჭოდან, რომ რამდენი ქონდათ ერთსულოვანი კენჭისყრა. და მივიღე ძალიან ორიგინალური დოკუმენტი, რომ 120 საკითხზე იმსჯელეს და 130 ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო. არა, რაღაცა იყო ორსაფეხურიანი, აქედან გამოდნა ეგ რიცხვი, მაგდენი ანგარიში იციან ალბათ მაინც, მაგრამ თავისთავად ეს მიუთითებს, რამდენად ეფექტურია ეს ორგანოები, მაგრამ მაინც რაღაცა განსაკუთრებით კრიტიკულ სიტუაციებში არსებობს გარკვეული წითელი ხაზები, სადაც თუმცა ბატონ ლევან, აქვე უნდა ვთქვათ, ისიც არაერთხელ აღნიშნე გადაცემის დაწყებისთანავე, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც, ტექნიკური უნივერსიტეტიც საჭიროებს განახლებას, გაძლიერებას, როგორც სამეცნიერო თვალსაზრისით, ისე ინტელექტუალური პოტენციალით. მაგრამ ეს რეფორმა გაერთიანება თუ დაეხმარება მეცნიერებას, განათლებას ჩვენს ქვეყანაში, თქვენ რა როგორც კობახიძემ თქვა, არგუმენტს ვერ გვეუბნებიან, რატომ არის ცუდი ეს გაერთიანება და არგუმენტები სასურველი იქნება ახლა მოგვისმინონ და უყურონ. არა, არგუმენტები მაგაზე არაერთმა ჯგუფმა იმუშავა, როგორც უშუალოდ განათლების ექსპერტების და არსებობს სხვადასხვა დონის დოკუმენტი შექმნილი, ძალიან დეტალურად ჩაშლილიც, შედარებით პოპულარულიც. ხა გუშინაც იყო შეხვედრა პრეზიდენტის ხელმძღვანელობით, სადაც ამ ჯგუფის რამდენიმე წევრმა წარადგინა საკითხები შედარებით პოპულარულობა, რომ ეს არ არის 1 და 2 დღის ნამუშევარი, ხანგრძლივი მსჯელობის შედეგი იყო ეს გუშინდელი, ასე ვთქვათ, კონფერენცია. და იყო მაინც შედარებით პოპულარულად მიწოდებული ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა ესეთი დეტალური დოკუმენტებიც არსებობს. ხა ვისაც არგუმენტების დანახვა უნდა დაინახავს, მაგრამ ხა მოკლედ სათქმელად არა ძალიან ბევრ ჩემ კოლეგას ჰქონდა სრული მიუღებლობა თავიდანვე, იმიტომ რომ როდესაც თქვათ გეუბნებიან, რომ თავის ტკივილის საუკეთესო წამალი არის გილოტინა, რაღაც თვალსაზრისით ეს მართალია, თავს თუ მოგჭრიან აღარ გეტკინება, მაგრამ ხა ეს რომ ურჩიოთ ექიმებს რომ დაუნიშნონ ავადმყოფებს, ალბათ არ ივარგებს, ხო? და დაახლოებით ასეთ რამესთან გვაქვს საქმე. სრულიად გაუაზრებელი, მავნებლური აქტი, რომლის მიზანიც კაცმა რო თქვას განცხადებულია, რომ უნდათ მაქსიმალური კონტროლი, უნდათ შენობების და სხვა აქტივების რაღაცნაირად ესე გამოყენება თავის შუაზე. მაგრამ რეალურად ეს განუხორციელებელია. კონტროლს რომ მივაქციოთ ყურადღება ბატონ ლევან, თქვენვე ამბობდით, რომ პრაქტიკულად 1918-21 წლების შემდეგ მუდმივ კონტროლშია რაღაც დოზით კონტროლი იყო, მაგრამ როდესაც ხელისუფალს უჩნდება სურვილი რომ აკონტროლოს ყველაფერი, ის სისტემა ინგრევა. ყველაფრის კონტროლს ვერ ახერხებდა სტალინი და რაღაც სასუნთქები დატოვეს. ბატონ ლევან, აქ სტუდენტების ძალაც იგულისხმება, რომლებიც ქუჩაში იყვნენ 2024 წლის ბოლოს, 2025 წლის განმავლობაში და ახლაც პროტესტი ვერ მოკლეს. ესეც არის მათ შორის ფაქტორი. ყველაფერი იგულისხმება, რასაკვირველია. ეხლა ჩემი ხედვით ხელისუფლება გზნობს, რომ უკანასკნელ დღეებს ითვლის და რაღაც ესეთი აგონიური მოქმედებებით ცდილობს გაიხანგრძლივოს ყოფნა და რაღაცა ფულისკეთების საშუალება, ესე იგი, აი ამას გავს, ეს არ გავს იმ ხალხის მოქმედებას, რომელსაც გააზრებული, რომ უნდა ქვეყნის მართვა ხანგრძლივად, წესიერად და რაღაც შორეულ კარგ მიზანზე გათვლილ ნაბიჯებს დგავს. ესეთი რამე არა. ირაკლი, თუ გნებავთ